მწვანე სკოლის კონცეფციას ბუნებასთან სიახლოვის იდეა განსაზღვრავს. ტყე-პარკი, რომელშიც სკოლა მდებარეობს, უნიკალურ სასწავლო გარემოს ქმნის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგაკეთილო პროცესისა და დღის განრიგის დაგეგმვაში. პირველ კლასში სწავლა აღმოჩენებით იწყება. წერა-კითხვის სწავლება ეტაპობრივად, თამაშითა და კვლევებით მიმდინარეობს. პირველ კვირაში ბავშვები სწავლობენ მოსმენას, დაკვირვებას, სიტყვების ამოცნობასა და დეკოდირებას. ამ ბანის შემდგომი პერიოდი უკვე ტექსტების გაცოცხლების დროა. ბავშვები კითხულობენ, წერენ, ხატავენ და თამაშობენ ამბებით. წიგნები ბავშვებისთვის შემოქმედებითი ინსპირაცია. ბავშვი იწყებს ხატვას, წერას ან თამაშს პერსონაჟების ამბების მიხედვით. ჯგუფურად კითხვა კი აზრის გაზიარებას, მოსმენასა და თანამშრომლობას ასწავლის. პირველ კლასში მათემატიკის სწავლება თამაშითა და დაკვირვებით იწყება. ამიტომაც რაოდენობრივი წიგნიერების განსავითარებლად მწვანე სკოლაში აქტიურად ვიყენებთ თვალსაჩინოებებს, ბუნებრივ მასალებსა და პრაქტიკულ აქტივობებს. საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმი თემატური სწავლების გზით აერთიანებს სხვადასხვა საგანს. ბავშვები სწავლობენ კვლევით, ექსპერიმენტებით, დადიან ექსკურსიებზე, აზიარებენ შედეგებს და სწავლობენ თანამშრომლობას. თითოეული თემის დასასრული პატარა დღესასწაულია, სადაც მოსწავლეები საკუთარ აღმოჩენებს, დაკვირვებასა და ახალ გამოცდილებას წარმოაჩენენ. საბაზო და საშუალო საფეხურებზე სწავლება დიფერენცირებულია. მოსწავლეები ირჩევენ ინტერესის სფეროებს, მუშაობენ პროექტებზე და ემზადებიან როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო გამოცდებისთვის. სწავლის მიზანია არა მხოლოდ აკადემიური შედეგი, არამედ პრაქტიკული უნარების განვითარება და დამოუკიდებელი აზროვნება. მწვანე სკოლის დღეში ყოველი დღე თავგადასავალია.